29 ნოემბერს დაახლოებით 04 საათსა და 00 წუთზე ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან. ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში. შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე ალექსანდრე ელისაშვილმა დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. აალებადი ნივთიერების დასხმის პროცესში ალექსანდრე ელისაშვილს სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მოუსწრეს. ერთ-ერთი მანდატურის დანახვისთანავე ალექსანდრე ელისაშვილი თავს დაესხა მას და დაუწყო ცემა. დაკავების პროცესში მანდატურის სამსახურის სამი თანამშრომელი ცდილობდა ალექსანდრე ელისაშვილის განეიტრალებას, მისთვის აალებად ნივთიერებაზე ცეცხლის წაკიდების საშუალების მოსპობას და განიარაღებას. თავდამსხმელი თავის მხრივ ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას. მუხლის სახელია ტერორიზმი. ამ შემთხვევაში ეს არის გადაკვალიფიცირებული მუხლი, მანამდე გამოძიება დაწყებული იყო 197 მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც ზღვის ქონების დაზიანების მუხლით ითვალისწინა 3-დან 6 წლამდე, თუმცა გადააკვალიფიცირეს, არ ეყოთ როგორც ჩანს 3-დან 6 წლამდე სანქცია და აღნიშნული მუხლი უკვე ითვალისწინებს 10-დან 15 წლამდე და ალექსანდრე ელისაშვილს აცხადებენ როგორც ტერორისტად. პოზიცია ამ შემთხვევაში თვითონ ალექსანდრე ელისაშვილი თვლის, რომ არ აღიარებს ბრალს, ის თვლის, რომ რაღაცა ქმედებები ჩაიდინა, რომელიც ეს დანაშაულს არ წარმოადგენს, ეს არის მისი პროტესტის გამოხატვის ფორმა, მხოლოდ ეს უსამართლო სასამართლოს მიმართ იყო მიძღვნილი და ზოგადად ეს იყო სოლიდარობა პოლიტპატიმრებისათვის. და აქედან გამომდინარე, ეს მუხლი, რომელიც არის წარდგენილი, ეგ არის აბსურდული. ახლა თქვენ რამდენი ადამიანი გახსენდებათ, მით უმეტეს პოლიტიკოსი ან ადამიანი, რომელსაც ტერორიზმის მუხლს წაუყენებენ ქმედებას, რომელიც მით უმეტეს რომ არ არის განხორციელებული და სისრულეში მოყვანილი.